ვახშამი დამთავრდა, ახლა ყურადღებით მომისმენთ. მგონი დღეს ბანის დედოფალი უნდა ავირჩიოთ. მოიცადე. რა? ბანის დედოფალი? როგორ უნდა ავირჩიოთ? ჩვენ არ ავირჩევთ, დედოფალი უკვე არჩეულია. მე ვიქნები ბანის დედოფალი. ვაუ. მოკლედ დღეს მთლიანმა სახლმა არჩევანი სწორად უნდა გააკეთოს. ბიჭებს უნდა მოუწყოთ ხმის მიცემა. ხო, ზუპიდაზე კი არ უნდა იყვნენ ყველაზე პოპულარული ბიჭების სკოლაში, არასწორია. ხო, მასკოტი უნდა იყოს ან კალათბურთელები. ხო, თორემ სხვა შემთხვევაში ბაყაყები ჩვენს ადგილს დაიკავებენ. ბაყაყები არ დაიკავებენ ჩვენს ადგილს, ეს ჩემი სკოლაა და ჩემი ქალაქგარეთ სახლია და არ დაბუშვებ ამას. საერთოდ დროს ვფიქრობდი ზომბები რომ შემოუშვით სკოლაში. გოგოებო, მგონი დროა ხმის მიცემა დავიწყოთ. ახლავე დავიწყებთ, იმიტომ რომ რაღაც შავ ხასიათზე ვარ. გოგოებო, დამიჯერეთ, როგორც კი არჩევნები კარგად დამთავრდება, თქვენი შავი ხასიათიც ეგრევე გაქრება. მართალი ხარ მასკოტი, მეტი მაქვს ყველა სწორ არჩევანს გააკეთებ საბოლოოდ. მეგობრებო, იცით აქ ყველანი შეკრებილები რატო ვართ? არა. კარგი, მალე გაიგებთ. ნეტავის ბანი რას ფიქრობს ახლა? ლეილა, რაც არ უნდა ჩაეფიქრებინეთ, ყოველთვის შენ გვერდით ვარ. დისტანცია დაიჭირე. რა უცნაური ხარ, ლეილა. აბა ბავშვებო, აქ ხმის მიცემა იქნება, სწორი არჩევანი გააკეთეთ. ოღონდ სანამ არჩევანს გააკეთებთ, დაფიქრდით, ვის აძლევთ ხმას. ხო, თორემ ამ სახლის მაცხოვრებლების ნახევარი გავარდება სკოლიდან. არ გაიმეოროთ შეცდომები. გაიგონეთ. რა, ეს რა სისულელეა? ბანი, ვერ ეგუებით იმ ფაქტს, რომ კალათბურთელები აღარ არიან პოპულარულები? ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვით, ახლა დაველოდებით სწორ პასუხებს. კარგით? მერცო ჩემო. მეგობრებო, აბა თქვენ იცით, უთი თქვენ არჩევანს ელოდება. სწორ არჩევანს. ხო, ბანის წაგება არ უნდა, მაგრამ უკვე წააგეს. თან ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ ახლა ბაყაყებს ყავთ პოპულარული ბიჭები. ჩემი აზრით როა შეეგუონ. და რას ვიზამთ ყველამ რომ კალათბურთელებს მისცეს ხმა? არა, ეს არ მოხდება, კალათბურთელებს არ აირჩევენ. ამათგან ყველაფერს უნდა ელოდო. გაიგეთ დიანამ რა თქვა, თუ არასწორ არჩევანს გააკეთებენ, ნახევარი სახლი გავარდება. ხო, ჯანდაბა არ მინდა აქედან წასვლა. კალათბურთელები არ მინდა რომ პოპულარულები გახდნენ ისევ. მომწონს პოპულარულ ბიჭთან ყოფნა. თუ არ იქნებ პოპულარულები, თქვენთან აღარ ვიქნებ. მოიცა, რას გულისხმობ? ჩვენ პოპულარული შეყვარებულები გვჭირდება, ჩერლდერები ვართ. ეს დაინახეთ, ბანი როგორ შავ ხასიათზეა დღეს. ხო, ძალიან დასტრესილები არიან, რომ კალათბურთელები კარგავენ პოპულარობას. ველოდებით პასუხებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი შეყვარებული იქნები ისევ. სტელა, ყველაფერი კარგად იქნება. ხო, ბაჭიები დღეს ცუდ ხასიათზე არიან. ხო, კალათბურთელები აღარ არიან პოპულარულები. შოკში ვარ, რომ ეს მოხდა. არჩევნები ტარდება და იმედია ყველაფერი გამოსწორდება. შენ მისმიეს სიხმა. საიდუმლოა. კარგი, მაშინ არც მე არ გეტყვი.იანა, ნუ დაგყვები. ლეილა, მოდი ვისაუბროთ. ხო, სხვათა შორის ხმა ალანს მივეცი ყველაზე პოპულარული ბიჭისთვის. და შენ ფიქრობ, რომ ეგ რამეს შეცვლის? ჰა? ლეილა, შენ კი ნაბიჯს ვდგავ და შენ საერთოდ მყინავ და მაგდებ. შენ საიდან მოხვედი კიდევ? ბანისთან მოვიდა, მაგრამ ახლა ჩემი შეყვარებულია. რამე შეკითხვა გაქვს? შენ შეყვარებულთან მაქვს შეკითხვა. რამდენ ხანს გაჩერდები აქ და ნერვებს მიშლი, რაღაც ძალიან უცნაურად გამოიყურები. ალან რამე უპასუხე, თორემ ახლა ჩხუბს დავიწყებ. იანა, შეეშვი ჩვენ დევნას, ლეილამ უკვე ყველაფერი გითხრა. შენს მეგობარს შეუძლია საუბარი? კარგი ლეილა, ახლა მეც გავიჩენ შეყვარებულს შენ ჯინაზე და ეს რომ მიგატოვებს, მე ჩემთან გამოიქცევი და მე გეტყვი, კუდივით ნუ დამყვები, გაიგე? არა, ლეილა, არასწორად მოიქეცი, მეგობარს რატომ მოღალატე? აი, ის მგონი ჯობია არ ჩავერიოთ, ლეილასთან ჩხუბი არ ღირს. ხო, მართალი ხარ პიცა, ჩემთან ჩხუბი არ ღირს და საერთოდ თავი დამანებით ყველა ჩემს ურთიერთობაში რატო არის ასე ჩართული? ჰა? ლეილა, არ გაბრასდე, უბრალოდ შეელიშურთ. კარგი, ახლა ჩვენი ცუდი შავი ხასიათი დავმარხოთ. მალე იქნება პასუხები და დარწმუნებული ვარ, ყველა მისით რაღაცა ერჩია, რაც ჩვენ გვაწყობს. ხო, დარწმუნებული ვარ, არავის უნდა აქედან წასვლა. ხო, მაგრამ ყველას ვერ გავაკეთებთ. მასკოტ, შეგვიძლია შევაშინოთ ყველა. კარგი, მოდი დავმარხოთ ჩვენი ხასიათი. იცით რა? ყველაფერს ვაპატიებ ადამიანს, მაგრამ არა ღალატს. არ მესმის ზუპმა და ზაკმა ეს როგორ გაგვიკეთეს. ბაყაყებმა ჩვენი ადგილი დაიკავეს. გოგოებო, ცუდ ხასიათს უმარხავთ, დამთავრდა. გოგოებო, მე რო გავხდე ყველაზე პოპულარული ბიჭი, რას ისომთ? ისე ვარდისფერს ჩაიცვამთ? რა თქმა უნდა, მასკოტ. ბაჭიებო, არჩევნების პასუხები აქ არის. მიდი, მალე ვნახოთ, დავიბრუნოთ თუ არა პოპულარობა.
კალათბურთელებმა მგონი თინეიჯერებმა ისინი დაწერეს, რაც ჩვენ გვაწყობს. ხო, იმედი მაქვს შეცდომები არ დაუშვას. მოდით უფრო ჩქარა დავითვალოთ. კალათბურთელებო, მე რო გავხდე ყველაზე პოპულარული ბიჭი რასიზმთ, მიიღებს თუ პრობლემა გექნებათ. მასკო, ჩემ პოპულარულ ბიჭობასთან ახლოსაც არ ხარ. პოპულარული ბიჭი ყველას უნდა მოსწონდეს. დიანა, იმედია ჩვენი პოპულარობა ამ ყუთშია. ახლა გავიგებთ კალათბურთელებო. იცით რა ბიჭებო, ის ფაქტი რომ თქვენ პოპულარობა დაკარგეთ, თქვენი ვებრალია. ხო, ნელ-ნელა ლუზერებად იქცევით, დაფიქრდით ამაზე. კარგი ყუთი გავხსნათ, იმედი მაქვს ის შედეგი იქნება, რაც ჩვენ გვინდა და რასაც ველოდებით. მასკოტი. ზუპი. მასკოტი. ალანი. კალათბურთელები. მასკოტი. ზაკი. 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 ზუპი. 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 ვახ, რა ჭირთამ თინეიჯერებს, საერთოდ ყველა გავაფრთხილეთ. და უფრო მეტი ხმა ვისაკ, ცოტა თვალში ავარიე. ზუპს და ზაკს მისცეს ხმა. ხო, თინეიჯერების უმეტესობა მათ მისცა ხმა. აუ, როგორ ნერვები ბიმეშლება, არაფერი არ ესმით. მოიცადე, ანუ ახლა ჩვენ უფროსები აღარ ვართ. არა, რაღაც უნდა გავაკეთოთ. არ მინდა რომ არაპოპულარული ვიყო. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ რამის გაკეთება. არა უკვე ბაჭიებიც ვეღარ დაგვეხმარებიან. კარგი კალათბურთელებო, თავისუფლები ხართ, დრო მჭირდება საფიქრელად და გირჩევნიათ თქვენც იფიქროთ. მაგარია, ის მომენტი მოვიდა, როცა ბაყაყები ყველაზე პოპულარულ ბიჭებთან არიან და ბანი მარტო დგას. ხო, მეც კი ძალიან ცუდა ხმა მაქვს. მასკოტ, ჩვენ შენ მოგეცით ხმა, ბანი ის ადამიანები, რომლებიც მარტო სწორად ირჩევენ. კალათბურთელებო, კიდევ აქ ხართ, ხომ გითხარით რომ წადით თქო? გოგოებო, დრო სიტუაცია გამოვასწოროთ. მგონი ბანის ფერიასთან უნდა მივიდეთ. ასეთი რაღაც საერთოდ არსებობს? დიანა, კარგად ხარ? ნორმალური ხარ? დიახ, გოგოებო, არსებობს, მაგრამ თქვენთვის აქამდე არ მithქვამს. მისი რჩევა გვჭირდება, ის ჩრილდერის სულია. კარგი, მე წავედი, სულების მეშინია. მოიცადე, ჩვენთან ხარ თუ გარბი ხარ? უბრალოდ მეშინია. მიდი მასკოტ, დაწყნარდი. რაღაც მგონია რომ ძალიან გავბოროტდით. არა, კნოპა, ბოროტები არ ვართ, უბრალოდ ღალატის წინააღმდეგი ვართ. სამართლიანობა გვინდა. ხო, დიანა, არანორმალურია ის ფაქტი, რომ სკოლაში და შენ სახლში თინეიჯერები თავიანთ წესებს აკეთებენ. ხო, თან იმ სახლში, სადაც შენ დაპატიჟე. გოგოებო, მოიტანეთ სანთლები და დავიწყებთ. ბავშვებო, ვის მიეცით ხმა? არ გეტყვით. ბავშვებო, გესმით რომ თუ კალათბურთელები არ დაიბრუნებენ თავიანთ პოპულარობას, გაგვაგდებენ, ჩვენ ლუზერები ვართ. თქვენ ლუზერები ხართ, ჩვენ ფეხბურთელები, არ შეგვეხებიან ჩვენ. მეჩვენება თუ ბანი ბოროტი გახდა. ბანი ბოროტი გახდა მას შემდეგ, რაც კალათბურთელებმა პოპულარობა დაკარგეს. ხო, საწყენია. ჩემი ხმა ნორმალური იყო, მასკოტს მივეცი ხმა. ხო, მეც, მაგრამ არ მგონია მასკოტი გახდეს ყველაზე პოპულარული. მიდით გომეშოებს შეხედეთ, როგორი ბედნიერები არიან, იმიტომ რომ პოპულარული ბიჭები ყავთ. მე კიდე ეგ ბიჭები საერთოდ არ მომწონს. ხო, დიმა, მეც შენ მოგცემდი ხმას ყველაზე პოპულარულში. ისე შეიძლება ჩვენც გავხდეთ ერთ დღეს პოპულარულები. ბროვასტი, შენ თუ გახდები პოპულარული, მე უბედნიერესი ვიქნები. კარგი, ველოდებით ახლა პასუხებს. იმედი არ გაგოგდებენ. ყველა შეიძლება გააგდონ, ჩვენ გარდა, ჩვენ ფეხბურთელები ვართ. ხო, მნიშვნელოვანი გუნდი ვართ სკოლისთვის. გეშინოდეთ ლუზერებო. მოდით კარგზე ვიფიქროთ. დიანა, სად არის ეს ფერია? კნოპა, ასე რატომ იქცევი? მართლა არსებობს? დიანა, თუ მართლა არსებობს, ამდენ ხანს რას აკეთებს და რატომ არ მოდის? ვერ გავიგე. ალბათ იმიტომ რომ აღარ გვაქვს იღბალი. ვახ, კიდევ კარგი არ მოვიდა. იმიტომ რომ სულების ძალიან მეშინია. ალბათ რომ მოსულიყო უკვე გონებას დავკარგავდი. მასკოტ, დამშვიდი, გოგოებო, მგონი თავიდან უნდა ვცადოთ. ბანი ფერია, ფერია ბანი. დაგვეხმარეთ, შენი შევდება. არა, დიანა, დამთავრდა, დავიღალე, მგონია რომ საბავშვო ბაღში ვარ. უნდა გავაღვიძოთ ისეთი რაღაც ჩრილდერის სული. კნოპ, არ გჯერა, ჩემი მართლა არსებობს. თუ არსებობს, აქამდე რატომ არ მოვიდა? დიანა, იმიტომ რომ არ არსებობს. გამარჯობა. გოგოებო, გასაგებია, მესმის რატომაც არ მოდის ბანის ფერია ჩვენთან, იმიტომ რომ კარგად არ ვთხოვთ. მოდით ერთხელაც ვქნათ. ოღონდ კარგად, ხელები ჩავკიდოთ ერთმანეთს და ვთქვათ. კარგი, მოდი კიდევ გავაკეთოთ, დიანა, მხოლოდ შენთვის იცოდე. ბანი ფერია, ფერია ბანი. მოდი, შენი დახმარება გდება. ბანი ფერია, ფერია ბანი. მოდი. შეიძლება შემოვიდე? შეიძლება, შემოდი.
გოგოებო, ახლა შხაპი მივიღე და ისევ სტრესში ვარ. შეიძლება შემოვიდე? აუ, კარგი რა, ეს რა, რომელი სული არის ჩერლდერის? აუ, ყველაფერი გააფუჭე იანა. მოიცა, ეს სული არისო? ვახ, ძალიან შემეშინდა. გოგოებო, აქ რას აკეთებთ? სულს იძახებთ? ამას ვეღარ ავიტანა, ეს ლეილა თავის ალანთან არის და ჩემი ხმაც კი მივეცი, მაგრამ ჩემთან ლაპარაკი არ უნდა. იანა, შენაირი ხალხის გამო რომ კალათბურთელები და მასკოტი ვერ გახდებიან პოპულარული ბიჭები. გაგაფრთხილეთ, რომ სწორი არჩევანი გაგეკეთებინა და შენ მაინც ამ ალანს მიეცი ხმა? უბრალოდ მეგობრობის გამო გავაკეთე ეს, არასწორად მოვიქეცი? ხო, არასწორია, მასკოტისთვის ან კალათბურთელებისთვის უნდა მიგეცა ხმა? იანა, დარწმუნებული ხარო, სული არ ხარ. ყელზე რა გაქვს? ეს ჩემი ახალი სამკაულია, მასკოტ. კარგი, გოგოებო, მოდით დავამთავროთ. ეს სული აღარ მოვა. იანამ ყველაფერი გააფუჭა. დიანა, უბრალოდ აღიარე, რომ არ არსებობს. კნოპა არსებობს, იმიტომ არ მოვიდა, რომ მისი მართლა არ გჯერა. გოგოებო, რადგან ეს სული არ მოვიდა, შეგიძლიათ გამომხიარულოთ? მოიცა, რა იპოვეთ კლოუნები? გოგოებო, არ უნდა დაგვემარხათ ჩვენი შავი ხასიათი, არ გამქრალა. ხო, ცუდი სიტუაცია გვაქვს. გოგოებო, იდეა მაქვს, იცით რა გჭირდება? ეს კალათბურთელები არ უნდა გვადარდებოდეს, ახალი შეყვარებულები გვინდა. დავურეკოთ ახალ შეყვარებულებს, უბრალოდ 1, 2, 3 და მოვლენ. ნასია, სად უნდა ვიპოვოთ? სკოლაში აღარ არიან. მე მთელი ღამე არ მეცინა, ახალი წოდებისთვის ვემზადებოდი. სკოლაში ყველაზე პოპულარული ბიჭი. გოგოებო, ეს ბიჭები რატომ გადარდებთ? ყველაზე მთავარი არის მეგობრობა. ეს უნდა დააფასოთ. გოგოებო, იანა მართალია, მეგობრობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც და ჩვენ ერთმანეთი გვყავს და ეს მაგარია. გოგოებო, მე თქვენი ლოიალური მეგობარი ვარ, იმედებს არასდროს გაგიცრუებთ. კოსტა, რატო დამირეკე? გინდა რომ ჩვენი მეგობრობა დავუბრუნოთ? დიმა, შენი დახმარება მჭირდება. კოსტა, რა თქმა უნდა, მითხარი რა გჭირდება და ეგრევე დაგეხმარები. საიდუმლო მჭირდება. საიდუმლო? კოსტა, რა საიდუმლო? კოსტა, ხო იცი, ჩვენ მეგობრები ვართ. შენთან საიდუმლო არ მაქვს. ყველაფერი გითხარი. დიმა, არაფერი არ გისმის. მინდა რომ ჩვეულებრივი თინეიჯერი გავხდე და ამისთვის საიდუმლოს ცოდნა მჭირდება. კოსტა, საიდუმლო? ხო, დიმა, საიდუმლო. შენი აზრით უპი და ზაგი თინეიჯერები როგორ გახდნენ? მათ რაღაც საიდუმლო გაიგეს, მაგრამ მე არ მეუბნებია. აჰა, კოსტა, კასაგებია. და ზალინაზე რა ხდება? დიმა, საიდუმლოს თუ გავიგებ, მე და ზალინა ორივე ნორმალური თინეიჯერები გავხდებით. კოსტა, მე მზადვარ რომ დაგეხმარო როგორც მეგობარი, მაგრამ შენზე დარწმუნებული არ ვარ, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ხშირად მითხარი ვარ. არა დიმა, მეგობრობაზე უარი, იმიტომ გითხარი რომ განსხვავებულები ვართ, მაგრამ მე თუ ჩვეულებრივი თინეიჯერი გავხდები, ისევ შეგვეძლება რომ ვიმეგობროთ. მოიცა, დარწმუნებული ხარ? კი დიმა, სერიოზულად გეუბნები. კარგი მეგობარო, ვირდები რომ საიდუმლოს გავიგებ. გთხოვ დიმა, ყველაფერი უნდა სცადო, იმიტომ რომ სუპი და ზაგი ჩვენ არაფერს არ გვეტყვიან. ნამდვილი პინგვინები არიან. არ ინერვიულო კოსტა, მენდე. მათგან საიდუმლოს აუცილებლად მივიღებ, რადგან არ უნდა დამიშტეს. ხო დიმა, მიდი, საიდუმლო გაიგებ, აუცილებლად გავიგებ. კალათბურთელებო, სულ ჭამა გინდათ? ჩვენ გვქშია, იმიტომ რომ სპორტსმენები ვართ. თან ახლა გაბრაზებულები ვართ და ამის გამო ყოველთვის გვინდა რომ ვჭამოთ. ისე პიცა და ის თქვენ ვისმიესით ხმა, აღიარეთ. მოიცა, თქვენ რა გამოძიებას ატარებთ, ხმების მიცემა ანონიმური იყო და ჩვენ არაფერს არ ვიტყვით. გასაგებია, კალათბურთელებმა წააგეს, არა? ხო, ეგრეა, მაგრამ არასამართლიანად. სიპის და ზაკის არჩევა უსამართლობაა. ხო, ვინ არიან სკოლაში ყველაზე ლამაზები? ჩვენ ვართ კალათბურთელები, ყველაზე მაგრები ვინ არიან? ისევ ჩვენ კალათბურთელები. ბავშვები უბრალოდ ასე არ ფიქრობენ. კალათბურთელებო, რა პრობლემაა? ამჯერად რა დაგემართათ? მასწავლებელმა ჯერ მართლა არ გაგიგიათ? არჩევნები წავაგეთ. ხო, არჩევნებში ზუგმა და ზაკმა გაიმარჯვეს. კარგი, გასაგებია, აი სპიცა რამე საჭმელი გამიგეთეთ. მასწავლებელმა სერიოზულად ახლა გავრეცხეთ ყველაფერი. არა პიცა, თუ მასწავლებელი არის ფშიერი, საჭმელი უნდა გავუკეთოთ. მეგობრებო, პოპულარობა უბრალოდ ასეთი რაღაცაა. ერთ დღეს გექნებათ და მეორე დღეს არა. და თუ დაკარგეთ, ეს უბრალოდ თქვენი ბრალია. ხო, ვიცით. მასწავლებელმა თინეიჯერები უბრალოდ ვერ აზროვნებენ. ჩვენ ყველას ვუთხარით, რომ ხმა ჩვენთვის მოეცათ, მაგრამ მაინც ჩვენს წინააღმდეგ მისცეს. არა მეგობრებო, ეს ასე არ ხდება. თქვენ თუ გინდათ პოპულარულები იყოთ, ეს უნდა დაიმსახუროთ. მასწავლებელმა პასტას შეჭამთ ტომატით თუ ბრინჯს ბოსტნეულით. პიცა რეებს გითხობ, მაიკ მოხოთ ქორომშია. ესე იგი პასტაც უნდა და ბრინჯიც უნდა ბოსტნეულით. მეგობრებო, ახლა თავის ჩაუღუნის თუ არ არის? წავიდეთ, ვივარჯიშოთ, უნდა შევიცვალოთ. ტიმურ, რატომ ზიხარ? წავიდით. ხო, მოვდივარ. აი, შეგიძლია რომ ქოფში ცოტა პასტა დამიტოვო. ვახ, ძალიან დამხარეთ, დაგიტოვე. მადლობა. ხალხო, კალათბურთელები თუ აღარ მოიპოვებენ თავიანთ პოპულარობას, ჩვენ მათთან ვეღარ ვიქნებით. ხო, ახალ შეყვარებულებს ვიპოვით ალბათ. მაგრამ მე ყველა იტყვის, რომ პოპულარობის გამო ხვდებით ბიჭებს. არა, მაია, უბრალოდ ბანი არაპოპულარ ბიჭებთან ვერ იქნება. მაია, გინდა რომ ჩვენ ლუზერებთან ვიყოთ? გოგოებო, დაივიწყეთ ეს ბიჭები, მოდით მეგობრები ვიყოთ და გავერთოთ უბრალოდ.
Яна, კიდევ აქ ხარ? რა თქმა უნდა, აქ ხომ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ლეილაზე შური ვიდიოთ. დამიჯერე არ გვატარდებს ლეილა, ჩვენც გვაქვს პრობლემები. გოგოებო, ჩემი აზრით მალე ყველაფერი გამოსწორდება და მასკოტ სავლიანშია. მასკოტ, უბრალოდ არავის არაფერი უთხრა. აუ, გრძელი შაბათ-კვირა გველოდება. კარგი, ვნახოთ შემდეგ რა მოხდება, არ ვიცი. მაგრამ თქვენ დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხით და დააჭირეთ ზარს. კარგით, ახლა უნდა წავიდეთ. კარგად.